გავზარდე სიმწრით და ამოხდა ახლა ეგ. მე მაგას ვერ დახვდები შვილო, მე 4 და 6 წელი არ ვიქნები ცოცხალი. მეც შევწირავ საქართველოს ერთ შვილიშვილს. თუ ასეა საქმე. რა ვქნა? მე არაფერი არ ვიცი, მე ტელევიზორში არ მინახავს, მე პირადად თვითონ და სხვა მეუბნება იყო და საბა რო გამოაცხადეს მარტო ეს ვნახე ტელევიზორში, დაკავებულიაო საბა კორძაია. თქვენ არ ყოფილიყართ თბილისში? არა, მე ვერ მივდივარ ვერ მოძრაობაზე. მე მიჭირს მოძრაობა, გვირაბში ვერ გავდივარ, მეტროში ვერ ჩავდივარ, ფობია მაქვს და თანდაც ახლა ეს სიმსივნური ის რომ მაქვს ვერ მოძრაობ. მე ვარ გამზდელი დედა, 8 წლის დამიტოვა ის დედამ და 5 წლის ეს. დაშალეს ოჯახი და აი იმის მერე ასე ვიბძვი. ერთად მივდიოდი დილით, ავდგებოდი და საღამოს ერთად მოვდიოდით, ორივე ბებია და შვილი. ცუდი ბავშვი არ არის, მუშაობა უყვარს. თუ მიაყენებ კარგ რამეზე ახლა თვითონაც რაც შეუძლია იმაზე, ყველგან კაცი გინდა დღეს. უკაცოთ არცაც სამსახური არ არის შვილო. ბათუმში წავიდა და იმუშავა მშენებლობაზე, ფული ძლივს ამოვიღეთ, არ მისცა იმ კაცმა ამუშავა და ასეთ რაღაცებზე ალბათ შეიცვლება ესწავლება და უკეთესი მოვა და იქნება რაღაცაო, აბა მეტი რა იფიქრა, რა ვიცი, რა ვთქვა, მე ვერაფერს ვერ იტყვი. საბა იყო გპ-ში ჩარიცხული ინფორმატიკულზე. უნდა თავისი პროფესია, მაგრამ არ იყო პატრონი, არ იყო ფული. მე პენსია ავიღე შვილო 2019-ის 2 სექტემბერს, რო იქ სტუდენტური ის რომ აღედგინა. ხო და ის პენსია გაკავებული მაქვს აგერ 2027-მდე. სტუდენტის სტატუსი აქვს შეწყვეტილი? კი, შეწყვეტილი აქვს, ის დამთავრდა სწავლის ისა და შეუწყვეტეს, მე მგონი გამოვიტანე, მე მგონი 1500 თუ 1800 არ მახსოვს და ის არ იყო შვილო იმას და всё, მე იქ დამთავრდა ყველაფერი და აიღო ის. რას არ ვიღებენ? ერეულობდა არ მახსოვს. აკადემიური აიღო და всё, მიიღო იმ აკადემიურს და ამდენ ხანში დამთავრდა. გავზარდე სიმწრით და ამოხდა ახლა ეგ. მე მაგას ვერ დახვდები შვილო, მე 4 და 6 წელი არ ვიქნები ცოცხალი. რა მაცოცხლებს ახლა კიბოია ქალს, პატრონი რო არ მყავს, ამას წამალი უნდა მოგეხსენებათ იქ, აი, მიხდიან და მაფინანსებენ. რასაც მიკეთებენ და მიღება ფასიანია, წამალი ფასიანია. მე რაღაცა კი შემოქონდა სახში ცოტა რაღაცა და всё, ისიც დაიკარგა. თავისუფლება მე დღესვე მინდა ჩემი შვილიშვილისთვის. დღესვე თუ გაუშვებენ ჩემთვის უკეთესია და მეც შეიძლება ცოტა ხანი ვიცოცხლო და გავიხანგრიო სიცოცხლის ნერვიულობა მომკლავს მარტო. მთელი ღამე არ მძინავს. რა დამაძინებს? როცა ბავშვი ასეა იქ. მე ასეთი მუხლით. გაქვთ იმედი რომ სამართლიანად გასჯერმეს? აუ. იქ მოხვედრილი არ ამგონია შვილო, იქ მოუწევს საბას ის, რასაც მიუჯიან იქ რომ მოიხადოს. მე არანაირი დახმარების ძალა არ მაქვს. მე მინდა რომ მთავრობამ არ დასაჯოს ეს ახალგაზრდები, ამდენი არ მიუსაჯოს, გაითვალისწინოს ყველაფერი და ხო, სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით რას? სხვაც დედა ყველა ცოდვა, ვინც იქ არის, მე იმას ყოველ იმაზე უყურებ, ადრეც რო დააკავეს, იმათაც უყურებდი, როგორც ჩემსას განვიცდი, ისე განვიცდიდი იმათ. ის რაც 9 თვეროა იქ როზიან ბიჭები და რო ურტყამდნენ და მე რამდენი წრემლი მაქვს დაყვრილი. სხვის იგულისთვის და ახლა ჩემისთვის არ დავყვრიდი წრემს. რა ვიცი, მაქვს იმედი და რა ვიცი, შეიცოდებენ და ჩემისთანაც შეიცოდებენ ალბათ ცოტა რაღაცას. შეუმცირებენ ალბათ ცოტათი, რა ვიცი, არ შეუმცირებენ. ხო არიან ადამიანები, ხო ყავთ შვილები, შვილიშვილები, ნათესავები და მე მგონი, რა ვიცი, თუ შეეცოდებიან და თუ არა და თუ განწერულია. მეც შევწირავ საქართველოს ერთ შვილიშვილს.
თუ ასეა საქმე. რა ვქნა? ფიქრობთ რომ საქართველოს ეწირება ეს ხალხი? ეწირება საქართველოს აბარა ეწირება. ყველა ვინც მოვა იმას უნდა უფროსობა და უძალიანდება ხალხი, მაგრამ ხო ხედავ რა დღეში არიან.